ისლამ მახაჩევ მართლა ჩანს უზარმაზარი წონაში. მეგობრებო, ალბათ უკვე ნახეთ ვიდეო, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელებით, სადაც ისლამ მახაჩევ აკეთებს რაღაც გრეპლინგს, სპარინგს მეგობართან. ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ეს მეგობარი ასევე საკმაოდ დიდი და მძიმეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არაა ის, რამდენად კარგად ასრულებს ისლამ მახაჩევს ეს მსუბუქი რესლინგი, არამედ ის, როგორ გამოიყურება ფიზიკურად ყოფილი 155 ფუნკიანი ჩემპიონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად ჩანს, რომ ისლამ მახაჩევ მუსკულოზო და ბევრად მეტი მოცულობით გამოიყურება. ის უფრო დიდი, ძლიერი და რობუსტო ჩანს. ეს ძალიან საინტერესო დეტალია. მებრძოლს ორი გზა აქვს წონითი კატეგორიის ასამაღლებლად. ან lighter მოდის division-ში, რათა უფრო სწრაფი და გამორჩეული იყოს მოძრაობაში, ან muscularly იზრდება, წონაში ემატება და საჭიროა ადაპტაცია მოძრაობისთვის, სისწრაფისთვის და მოძრაობის ადაპტაციისთვის heavier წონაში. მაგალითად, შეგვიძლია დავიხსენოთ ისრაელ ადესანია, რომელიც დროებით 205 ფუნტამდე ავიდა, თუმცა რეალურად სკალაზე არ მისულა ზუსტად 205 ფუნტზე. ეს ნებადართულია. კომბატში შეგიძლია ოდნავ ნაკლები წონით იბრძოლო, თავარია კატეგორიას შეესაბამებოდე. მეხლა ისლამ მახაჩევის შემთხვევაში ნახავთ, რომ მას ახორციელებენ muscular ზრდას, რაც ხელს შეუწყობს heavyweight 150 ფუნტიანი კატეგორიისთვის ადაპტაციას. თიმ ნურმაგომედოვი, მათ შორის ჯავიმ ნურმაგომედოვი, მუდმივად ტესტავს მას სხვადასხვა ოპონენტებთან, რათა გადაამოწმოს მისი ადაპტაცია heavier ოპონენტების წინააღმდეგ. ძალიან საინტერესოა, რომ ისლამს თავაზობენ საკმაოდ დიდი ოპონენტები, მაგალითად ერთი გიგანტი, სავარაუდოდ აფრიკელი, სიმაღლე აქვს 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი. ეს გასაოცარია და ხაზს უსვამს, როგორ იქნება მას წონა და მუსკულატურა. ეს დეტალი ასევე ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია, რადგან დაეხმარება ისლამს მომზადებაში ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ, რომელიც მის შემდეგ ოპონენტი იქნება. ისლამ მახაჩევი უკვე დომინანტია 150 ფუნტში, მაგრამ 150 ფუნტში კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება. ეს აუცილებელია, რომ მას შეეძლოს heavyweight ადაპტაცია და ეფექტურად დომინირება ბრძოლაში. მოგვიანებით ვხედავთ, რომ ისლამ მახაჩევი განაგრძობს მასკულარ ზრდას და body adaptations, რათა უკეთ გაერკვეს 170 ფუნტში. მისი ფიზიკური განვითარება საშუალებას აძლევს მას სწრაფად და ეფექტურად მოძრაობდეს, მიუხედავად მეტი წონისა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ, რადგან ოპონენტი ასევე ძლიერი გრეპლინგის და ground game-ის გამოცდილებით. კემპში ისლამ და თიმ ნურმაგომედოვი მუდმივად ტესტავენ სხვადასხვა ოპონენტებს. ისინი ამოწმებენ, როგორ მოქმედებს მოზრდილი ოპონენტის წინააღმდეგ, რათა ისლამის body mechanics, სტამინა და movement შევიდეს ახალ დონეზე. ეს სტრატეგი საშუალებას აძლევს ისლამს იყოს მზად ყველაზე რთული სიტუაციებისას, განსაკუთრებით high pressure grappling-ში. ეს ვიდეო ასევე აჩვენებს, რომ ისლამ მახაჩევი საკმაოდ agile დარჩენილია მიუხედავად ზრდილი მუსკულატურასა და weight-ის. ის კვლავ მარტივად შეუძლია ოპონენტის სუბმიზია და ground control-ი. მისი არსენალი grappling-ში ძალიან მდიდარია და შეუძლია დაიცვას თავი exhaustion-ისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას longer MMA-ში. ჯეკ დელა მადალენაც აქტიურად ემზადება. ის მუშაობს ალექსანდრე ვოლკანოვისკისა და კრეიგ ჯონსთან. კრეიგ ჯონსი ცნობილია როგორც საუკეთესო გრეპლინგის და ბრაზილიან ჯიუ-ჯიტსუ სპეციალისტი, რაც ჯეკს საშუალებას აძლევს მოემზადოს high level ground game-ისთვის. ალექსანდრე ვოლკანოვისკი ემზადება იმიტომ, რომ ადრე ორი მატჩი ჰქონდა ისლამ მახაჩევთან. პირველი ბრძოლა კარგად ჩაატარა ვოლკანოვისკიმ, რაც აძლევს ჯეკს სტრატეგიულ წარმოდგენას და რჩევებს იმისთვის, რომ როგორი უნდა იყოს მისი adaptation grappling-ში. ჯეკ დელა მადალენა ასევე მზადდება დეტალურად high level grappling-ისთვის. მისი მიზანია შეძლოს ვისთენდი და გაწონასწორება ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, რომელიც დომინანტია ground game-ში. თიმ ნურმაგომედოვი მუდმივად ცდილობს ტეიქდაუნების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტი ცდილობს დაუძლიოს ეს მცდელობები. სტრატეგია, რომელსაც ისლამ მახაჩევი და ჯეკ დელა მადალენა ახორციელებენ, გულისხმობს, რომ ორივე ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავის ტაქტიკა, განსაკუთრებით გრეპლინგის სფეროში. ფენებისა და მედიისთვის ეს ვიდეო აჩვენებს, როგორ მიმდინარეობს adaptation heavier weight-ისთვის და როგორ იზრდება muscular development-ი. ისლამ მახაჩევ მუდმივად აძლიერებს muscular developments, რაც უზრუნველყოფს მის movements და performance higher weight division-ში. მიუხედავად იმისა, რომ heavier weight ჩვეულებრივ ზრდის exhaustions, ისლამ შენარჩუნებს ეფექტურ movements და controls ოპონენტის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც ახასიათებს elite level fighter-ებს.
ხაბიბ ნურმაგომედოვ და თიმ ნურმაგომედოვსთვის მნიშვნელოვანია ტესტირება heavy opponent-ის წინააღმდეგ, რათა ისლამმა შეძლოს adaptation new weight-ში. ეს ასევე ფსიქოლოგიურად ეხმარება მებრძოლს, რადგან დიდი ოპონენტის წინააღმდეგ სპარინგი აძლევს confidence და უზრუნველყოფს mental preparedness ჯეკ დელა მადელენასთან ბრძოლისთვის. ჯეკ დელა მადელენა ემზადება ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და კრეიგ ჯონსთან. კრეიგ ჯონს ცნობილია მისი grappling და submission expertise-ით. ეს საშუალებას აძლევს ჯეკს მოემზადოს გონებრივად და ტექნიკურად high-level ground games-თვის. ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან სპარინგი უკვე აძლევს მას სტრატეგიულ ხედვას, როგორ უნდა წარიმართოს მეჩი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ისლამ მახაჩევის arsenal grappling-ში ფართო და მრავალფეროვანია. ის შეუძლია ground control, transitions და submissions-ით დომინირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯეკ დელა მადელენა ასევე კარგი grappler-ია. ისლამის goal არის მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი strength, agility და tactical knowledge, რათა შეაჩეროს ოპონენტი. გარდა ამისა, heavier weight adaptation ნიშნავს, რომ ისლამ მახაჩევი უნდა შეინარჩუნოს cardiovascular efficiency. მეტი muscular mass-ით და body weight-ით კარდიო შეიძლება ოდნავ დაქვეითდეს. ამიტომ თიმ ნურმაგომედოვ მუდმივად აკონტროლებს endurance და energy management-ს. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს, რომ ისლამ მახაჩევი მზად იყოს მაქსიმალურად ნებისმიერი რაუნდისთვის. ფანებისთვის ეს არის საინტერესო ეტაპი, რადგან ისინი ხედავენ, როგორ იზრდება ისლამ მახაჩევ physically და how he adapts to higher weight division. ეს მისცემს მათ იდეას, როგორ შეასრულებს ის ჯეკ დელა მადელენას წინააღმდეგ, რადგან previous dominance 145 პაუნდში უკვე ცნობილია. Higher weight-ში მისი adaptability, strength და grappling skills საშუალებას მისცემს იყოს მაღალ დონეზე. ისლამ მახაჩევი კვლავ აქტიურად ემზადება ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ. მისი muscular growth და heavier weight adaptation საშუალებას აძლევს maintain speedy, agility და technical precision ოქტაგონში. Kempში sparring heavy opponent-ის წყალობით ისლამს სწავლობს energy conservations, movement adaptations და optimal grappling strategies. ჯეკ დელა მადალენა ასევე ემზადება high-level opponent-ისთან. ალექსანდერ ვოლკანოვსკის სპარინგი მას აძლევს insights, როგორ უნდა აითვისოს tactical approach ისლამ მახაჩევს წინააღმდეგ. კრეიგ ჯონსთან grappling sessions ამზადებს მას high-pressure ground game-ისთვის, რათა ჯეკ შეძლოს withstand-ი და მოიპოვოს კონტროლი, სადაც საჭირო იქნება. ისლამ მახაჩევის ground game arsenal-ი ძალიან მდიდარია. Transitions, submissions, positional control. მისი სტრატეგია არის maximal dominance, ხოლო heavier weight adaptation საშუალებას აძლევს maintain effectiveness. თიმ ნურმაგომედოვ მუდმივად აკონტროლებს endurance, stamina და movements, რათა ისლამ მზად იყოს ნებისმიერ რაუნდისთვის. ფანებისთვის საინტერესოა, როგორ გაიზარდა ისლამ ფიზიკალურად. მისი adaptation heavier weight division-ში აძლევს საშუალებას maintain dominant performance. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ დელა მადალენა კარგი grappler და well-prepared opponent არის, ისლამ მახაჩევის superior physical adaptation და grappling skills უზრუნველყოფს competitive edge-ს. მეტიც, heavier weight adaptation ნიშნავს, რომ ისლამ მახაჩევმა უნდა იპოვოს perfect balance between strength, agility და cardiovascular efficiency. Kempში ყოველი sparring session-ი ხელს უწყობს ამ ადაპტაციას. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს, რომ ოქტაგონში ისლამ იყოს dominant, ენერგიული და ტექნიკურად ძლიერი. დაველოდოთ, როგორ დასრულდება preparation. ისლამ მახაჩევი უკვე აშკარად ჩანს უფრო muscled, heavier და robust. ფანებისთვის ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ იგი მზად არის 170 ფუნტში სრულად დომინირებისთვის. ვიდეოები, სადაც ვხედავთ sparring heavy opponent-ისთან, აძლევს წარმოდგენას, როგორ იქნება მისი performance ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ.